დღეს ჩვენ მოვამზადებთ ძალიან საინტერესო კერძს და კორეაში მას ეძახიან რამიონს. ვასხავთ 400 მლ წყალს. და ველოდებით სანამ ადღუდება. ხო, აი მაგას გეუბნებოდი, ხედავ? თუ წყლის ადუღება არ იცით, მეც არ ვიცი. და წყალიც ადუღდა. ვიღებთ ჩვენ დოშრაკს და წყალში. შეგვიძლია დავამატოთ ცოტა აჭკა, გავაკართულოთ. შეგვიძლია ავიღოთ ჯოხები, ჭხირები თუ ჯოხები და ანდახან ცოტა მოვურიოთ. ყოვზიც მაგ, ჩანგალიც მაგ, მაგრამ რადგან დღეს ჩვენ ვაკეთებთ კორეულ კერძს, გავაკეთოთ ლამაზად. ესე უნდა იხარშოს 5 წუთი. პირველ რიგში ვიღებთ პაკეტის შიგთავს, რომელიც იყო ჩვენს ლავშაში. მაიონეზი, კვერცხის გული, ცილის გარეშე. ასევე ჩავამატოთ ნიორი და რამოდენიმე წვეთი ლიმონი. ყველაფერი კარგად მოვურიოთ. თითქმის მზად არის. 5 წუთი იდუღა და გადმოვასხათ ჩვენ თეფშში. კარგად მოვურიოთ. შეგვიძლია შევალამაზოთ და შევკმაზოთ. მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვი და ცოტა გამა. აი ეს, ლამაზად და გემრიელად. შეგარგოთ.